სენაკელი მოსწავლეები ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში კოსმოსური ცენტრის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობდნენ. მათ საქართველოში ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს, რის შედეგადაც შეერთებული შტატების მთავრობის საერთაშორისო დახმარების დამოუკიდებელმა სააგენტომ 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციამ ქართველი მოსწავლეები კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ჩაიყვანა. ახალგაზრდა გამომგონებლებს ნანა საჯაია ჰიუსტონში ეწვია. ეს ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრია. ამ ცენტრის უნივერსიტეტში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეები ინჟინერიას და ასტრონავტიკას ეცნობიან. წელს პირველად ამ პროგრამაში ქართველი მოსწავლეები მონაწილეობენ. კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამა, რომელშიც ქართველი მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, ინჟინერიის პროგრამაა. ბავშვები მონაწილეობენ სიმულაციურ მისიებში, აგებენ ჯავშნებს, რომელიც ასტრონავტებს მაღალი ტემპერატურისგან დაიცავს, ქმნიან და ცდიან რაკეტებს, მონაწილეობენ წყალქვეშა ექსპედიციებში. კურსის ბოლოს კი ასტრონავტს ხვდებიან, რომელიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ასტრონავტები და გამომგონებლები სკოლის მოსწავლეების კოსმოსით დაინტერესებას და ინჟინერიის პროცესში ჩართვას ცდილობენ. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსში, სადაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჰქონდა პრიზი, რომ წასულიყო ნასას კოსმოსურ ცენტრში. სიმართლე ვთქვათ, იქ იყვნენ ძალიან ძლიერი გუნდები, მაგრამ არ ველოდით პირველ ადგილზე გასვლას. ასე იხსენებს ლიკა კოკაია გზას, რომელმაც სენაკელი მერვე კლასელები ტეხასის შტატში კოსმოსურ ცენტრში ჩამოიყვანა. ამავე კოსმოსურ ცენტრში ნასას ინჟინრები და ასტრონავტები მარსზე მისიისთვის ემზადებიან. აქ ერთის მხრივ ვესწრებით როგორც ერთკვირიან სასწავლო პროგრამას, ასევე მეორეს მხრივ ვათვალიერებთ ნასას ლაბორატორიებს, მუზეუმებს და რაც მთავარია, შევდივართ ისეთ ადგილებში და ხედავთ ისეთ რაღაცებს, რასაც ჩვეულებრივი მნახველები ვერ დაინახავენ. სასწავლო პროგრამის პირველივე დღეს ქართველმა მოსწავლეებმა ორ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. აქედან ერთში პირველი, მეორეში კი მესამე ადგილი დაიკავეს. შევქმნით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა მაღალი ტემპერატურისგან, ხოლო მეორე პროექტში შევქმნით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა დაბალი ტემპერატურისგან. სენაკელმა მოსწავლეებმა ნასაში ჩამოსვლამდე საქართველოში 1000 წლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს. მათ გამოგონილ ხელსაწყოს ჰქვია შეტყობინება მეწყერსაშიში ზონებისთვის. ხელსაწყო მეწყერის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობას მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს უბრძანის. ცენტრალურ სერვერს ინტერფეისი გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ ნიადაგის ამპლიტუდის ცვლილების გრაფიკს, ასევე სენსორის მონაცემებს, ცვლილებას მაგნიტსა და სენსორს შორის. როდესაც მანძილი სენსორსა და მაგნიტ შორის არის მაქსიმალური, მაგნიტური ველის ინტენსივობა არის მინიმალური, ხოლო როდესაც მაგნიტსა და სენსორს შორის მანძილი არის მაქსიმალური, მინიმალური, მაგნიტური ველის ინტენსივობა არის მაქსიმალური. ხელსაწყო თავდაპირველად მოქალაქეებში დამონტაჟდება. ორი მიზეზის გამო. ის მეწყერსაშიში ზონაა და სენაკში მდებარეობს. ხელსაწყოში დიდ დროს ასრულებს ზღვარი, ანუ ზღვარის გადაცილების შედეგად იგზავნება მოსახლეობასთან SMS-ები. ამიტომ ჩვენ გვიან რო გაიგზავნოს, თუნდაც ადრე რო გაიგზავნოს და აი ამ პრობლემას თავი რო ავარიდოთ, ამის გამო ჩვენ უნდა შევუთანხმდეთ გეოლოგებს. სენაკიდან ჩამოსული მოსწავლეები პირველი ქართველები არიან, ვინც კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ინტენსიურ საზაფხულო პროგრამას დაესწრო და ასტრონავტების მარსის მისიისთვის წვრთნას დააკვირდნენ. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ჰიუსტონი.